მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, კარგ დღეს გისურვებთ ყველას. უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო თქვენი ამხელა სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რასაც კომენტარებში აღნიშნავთ ხოლმე ჩემს მიმართ. ძალიან მახარებს ეს ფაქტი. დღევანდელი გაშლა იქნება სპეციალურად ჩვენი ამინდის საწინააღმდეგო. რა ცოტა ხასიათზე მოვიდეთ, ისეთი საშინელი ამინდია, რომ მინდა რომ ცოტა დადებითი ემოციები წამოვიდეს დღევანდელ დღეს. გავშალოთ ასეთ თემაზე, რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში. აი, უკვე ამოვარდა. ერთი თვის განმავლობაში. რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში ერთი თვის განმავლობაში. მეგობრებო, მართლაც სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის. თან უყურეთ იმპერატრიცა და ძალიან სწრაფი ამბავი, მართლაც მოიჩქარის სასიამოვნო სიახლეები მეგობრებო, უფრო ძირითადად აღნიშნავ იმას, რომ ადამიანი, რომელიც თქვენგან იყო გაციებული, გატრიალებული და წასული, ეს ადამიანი თან საკმაოდ დიდხანს იყო თქვენგან შორს, გადაწყვეტს რომ ამოძრავდეს და გადმოდგას ნაბიჯები. ამ ადამიანისთვის თქვენ შეიძლება იყავით ფარულად ხვდებოდით ერთმანეთს, ან ფარული ურთიერთობა გქონდათ, მაგრამ თქვენ შორის საკმაოდ ეხლაც კი, ანუ ერთმანეთის გახსენებაზე რაღაცნაირად საკმაოდ დიდი ბედნიერების შეგრძნება გეუფლებათ. ეხლაც კი, აი ამის გამო ზუსტად ეს ადამიანი გადმოდგამს თქვენსკენ ნაბიჯებს და ეს ნაბიჯები იქნება საკმაოდ ისეთი ხვდება, რომ უნდა ბევრი იშრომოს იმისთვის, რომ თქვენ შეგინარჩუნოთ. ეს ადამიანი საკმაოდ მყარად გადმოდგამს თქვენსკენ ნაბიჯებს, ანუ მყარად, იმიტომ რომ უნდა ისეთი ხანგრძლივი მყარი ურთიერთობა, რომ თქვენ მისთვის ხართ მთავარი ქალი, რაც არ უნდა ფარული ყოფილიყავით, მე მაინც ქალ ბატონებზე ვშლი ხოლმე და თქვენ თუ მამაკაცები მიყურებთ, შეატრიალეთ თქვენზე და ფარული მამაკაცი იყავით მაშინ მისთვის და უნდა რომ გაგრძნობინოთ და გითხრათ, რომ გაგიმხილოთ, რომ თქვენ მისთვის ხართ პირველი, ნომერ პირველი. ასევე მისი შეიძლება ადრე გქონდათ ესეთი სიტუაცია, რომ თქვენ უფრო მეტს გასცემდით ამ ურთიერთობაში, მეტ რესურსს გასცემდით ურთიერთობაში, ვიდრე ეს ადამიანი და ეხლა ხო, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ხვდებოდა ამ ყველაფერს და ეხლა უნდა იყოს პირიქით, რომ ის იყოს თავის ადგილზე და პირიქით აგინაზღაუროთ ის ყველაფერი და გასცეს თქვენს მიმართ ის გრძნობა, სიყვარული, ემოცია, ფინანსები, რაც იყო, რასაც თქვენ გასცემდით, ეხლა უნდა რომ პირიქით თვითონ გამოიჩინოს ინიციატივა და თვითონ გასცეს თქვენს მიმართ ეს ყველაფერი. ძალიან კარგი პროგნოზია
ნამდვილად და თქვენ თავს იგრძნობთ ამ ურთიერთობაში, აი რაღაც გამარჯვებულად და ეს ურთიერთობა იქნება რაღაცნაირი თითქოს აი ორი ერთნაირი ადამიანის შეხვდა ერთმანეთს. კარგი. კიდევ რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის, ეს ნამეტანი სწრაფად განვითარდება თქვენს ცხოვრებაში, შეიძლება ერთი დღეც არ დაჭირდეს, იმიტომ რომ ძალიან სწრაფი ისეთი ენერგია მომდის, რომ ეს ადამიანი ვეღარ ითმეს და სწრაფად უნდა მოქმედება. კიდევ რა სასიამოვნო სიახლე მოდის თქვენს ცხოვრებაში ერთი თვის განმავლობაში. მეგობრებო, თქვენ თუ გქონდათ უდიდესი გულის ტკივილი პირად ურთიერთობებში, თქვენმა ემოციებმა დაგღუპათ, ასე ვთქვათ და ძალიან გული გადკინათ ადამიანმა, შეიძლება ვიღაცების სამკუთხედებშიც იყავით და აი ეს ყველაფერი რომ გაიგეთ, ძალიან აი ზღვა ემოცია მოგაწვათ და უდიდესი გულის ტკივილი გქონდათ და უდიდეს სიმძიმეებში გადავარდით, მაგრამ ამ ყველაფერმა თქვენში გამოიწვია უდიდესი ტრანსფორმაცია, რის შედეგადაც აი ახლა ზუსტად აი ამ ერთი თვის განმავლობაში რომ ვიკითხეთ, რომ რა სიახლეები მოდის თქვენს ცხოვრებაში, აი ესეთი მზე გამოანათებს, როგორც აი შინაგანად თუ იყავით უდიდეს გულის ტკივილებში და სიმძიმეებში, აი ეს ყველაფერი გაქრება სადღაც, აი თითქოს ეს როგორც აქ ხატია, რომ მზის სხივები ჩამოდის და ეცემა ხო ამ გოგონას, აი ეს მზის სხივები დაწვავს თქვენში აი ამ ხელა გულის ტკივილებს. რეალურად ეს მზის სხივები თქვენი ქმედებებია, მეგობრებო, და თქვენ შეიძლება არა, უბრალოდ ძალიან იშრომეთ ამ ყველაფრისთვის, რომ თქვენ აი ეს გულის ტკენა, ეს დამცირება, სიმძიმე, ხო, რაღაცნაირად თქვენს გაკვეთილად მიგეხოთ, გაკვეთილი გამოიტანეთ ამ ყველაფრიდან. თქვენ ბევრი მედიტაციები ან ლოცვები გქონდათ ამ ხნის განმავლობაში, ამ ტრანსფორმაციული პერიოდის განმავლობაში, ანუ სწორად წარმართეთ თქვენი ეს მდგომარეობა, ისწავლეთ ამ ტკივილისგან, გამოცდილება შეიძინეთ და ზუსტად აი ეს ამის ფონზე მოდის აი ეს, რომ თქვენს ცხოვრებაში გამონათდება რა მხრივ. ზოგადად მზე ანიშნებს, რომ აი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში კარგად იგრძნობთ თავს, მაგრამ დავაზუსტოთ რა მხრივ გექნებათ სიახლეები ცხოვრებაში. რა სიახლეები, რა კარგი სიახლეები შემოდის თქვენს ცხოვრებაში. რა დადებითი სიახლეები შემოდის თქვენს ცხოვრებაში. რა სად გამონათდება მზე, ასე ვთქვათ. მეგობრებო, აი ხო, ეს თქვენ თავს იბრუნებთ. აი თქვენს ხელშია ყველაფერი, აბსოლუტურად იმპერატრიცა, მაგი, აი თქვენ ხო ყველაფერი გაგაჩნიათ, გარეგნობა იქნება ეს შინაგანი მდგომარეობა, ან შინაგანათაც უკვე რომ კარგად გრძნობთ თავს, როგორც წეგან გითხარით და მიხვდებით და
გაიაზრებთ იმას, რომ აბსოლუტურად ყველაფერი არის თქვენს ხელში. თქვენ როგორც წარმართავს თქვენს ცხოვრებას, ისე წარიმართება და თქვენ გაქვთ ამის შესაძლებლობა და ამის უნარი. რაც თუ იყავით წეღანაც ვთქვი, რომ იყავით ასეთ გაურკვევლობაში, დაბლოკი მდგომარეობაში, ეს ყველაფერი ნულდება, მიდის თქვენი ცხოვრებიდან და თქვენს ცხოვრებაში მოდის უდიდესი ახალი დასაწყისი. აი, ხო, უფრო არის როგორ თქვა, რამე კონკრეტულ სფეროს ესე არ შევეხები. თქვენს ცხოვრებაში მოდის აი სრულიად ახალი საწყისები, ახლის დასაწყისი, ახალი ქმედებები. თქვენ თავს დაიბრუნებთ. თქვენ დაიბრუნებთ იმ სიხალისეს, იმ წარმატების უნარს, ყველაფერში შეიძლება მანამდე აი ამ ტკივილამდე იყავით ყველაფერში ძალიან წარმატებული, გამოჩენილი ვიღაცა, შეიძლება ლიდერიც იყო ძალიან თავის სფეროში, ხო? და თქვენ თავს დაიბრუნებთ, თქვენ იქნებით ისე ვის და უფრო უკეთესი. აი ამ გამოცდილების ფონზე უფრო უკეთესი იქნებით, უკეთესად იგრძნობთ თავს და უფრო დიდი სიახლეები და ახალი საწყისები გექნებათ ცხოვრებაში. ეს შეიძლება ეხებოდეს კარიერასაც, ფინანსებსაც, ანუ არ მივუთითებ კონკრეტულ სფეროს, იმიტომ რომ ძალიან ესეთი ზოგადად ვისაუბრებ და მოარგეთ ყველამ თქვენს სიტუაციას, ხომ? ვინ რა სიტუაციაში ხართ. ასევე ეს სამყარო თვლის, რომ თქვენ ამ ყველაფერს იმსახურებთ სამართლიანად. თქვენ იქნებით ისეთ სიტუაციაში, რომ შემოსავალებიც გექნებათ, მყარად იგრძნობთ თავს ძალიან ფინანსურად, ასევე თქვენი გარეგნობითაც ძალიან კმაყოფილი იქნებით, თავდაჯერებულობა მოგემატებათ თუ ეხლა ამ სიტუაციების ფონზე, ამ ცუდადყოფნის ფონზე დაკარგეთ ეს ყველაფერი, აი ამ ყველაფერს აღიდგენთ და შეძლებთ რომ აი თქვენი ცხოვრებით სიამოვნება მიიღოთ. ძალიან კარგი პროგნოზი, აი უზომოდ მიხარია, რაც ვთქვი, მე თვითონაც კარგ განწყობაზე დავდექი. მოდი ვნახოთ რჩევა ტაროსგან. რას გირჩევთ ტარო? რჩევა ტაროსგან თქვენთვის. რას გირჩევთ ტარო? რჩევა ტაროსგან თქვენთვის. ძალიან საინტერესოა, მეგობრებო. რაღაცა ისე იგივე იმაზე გადავჭერი, თითქოს. ანუ თქვენ როგორ ხართ იცი, აი ვიღაცები შეიძლება ვიღაცება მიაჩვიეთ საკუთარი თავი მედიტაციებს, აფირმაციებს, ლოცვებს და ძალიან სულიერად ვითარდებით. ასეთ მდგომარეობაში ხართ ახლა. ვნახოთ რჩევა ტაროსგან. მეგობრებო, თუ ამ წუთას გაწუხებთ ის, რომ რაღაცებში ეჭვი-გეპარებათ, რაღაცების არ გჯერათ, შეიძლება ზოგს გეშინიათ კიდეც და გგონიათ, რომ რაღაცა ზედმეტი თავის ტკივი, ან გაშინებთ ის ახალი დასაწყისები, ტარო გირჩევთ, რომ თქვენ შინაგანად საკმაოდ ძლიერი ხართ და აი ამ ყველაფრის ფონზე, რომ ლოცულობთ,
სულიერად ვითარდებით, ხო, ამ ყველაფრის ფონზე უფრო ძლიერდებით და ტარო გირჩევთ, რომ არაფერი საშიში არ არის ამაში. შეიგრძენით თქვენი სიძლიერე, თქვენი შინაგანი სიძლიერე და უშიშრად შეუდექით აი ამ ახალ დასაწყისებს, რომელიც გელოდებათ დადებითი სიახლეების სახით ამ ერთი თვის განმავლობაში. წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო, კარგ დღეს გისურვებთ. ყველას უდიდესი მადლობა წინასწარ, ვისაც რეზონირდება, გამოიწერეთ და მოიწონეთ ჩემი გვერდი და უფრო გამახარეთ თუ ჩემს Facebook გვერდსაც მოიწონებთ, რადგან იცით, რომ ვარ ტრანსფორმაციული კოუჩი და ვმუშაობ ურთიერთობების თემაზე და ჩემს Facebook გვერდზე ძალიან ბევრი პოსტები მაქვს ურთიერთობებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თუ არის ისეთი რთული და კარმული ურთიერთობები. დაგემშვიდობებით, დროებით.